ქალბატონებო და ბატონებო, დადგა დრო, რომელსაც ყველა ელოდებოდით. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა გადავიღოთ Plants vs Brainrot-ის admin abuse-ი. მთელი ეს დრო აღზე მე და სულ Steel Brainrot-ის admin abuse-ები, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება, რადგანაც დღეიდან შაბათს შევგვემატება ახალი თამაშიც. ასევე ძალიან ბევრი ითხოვდა ამას და მაგიტო ვიღებ ამ ვიდეოს. და მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, მთელი ერთი თვე ალბათ თამაში არ მითამაშია და არ ვიცი რა ჩაემატა. ნუ რაღაცები კი გავიგე, მაგრამ ყველაფერი ვაფშე არ ვიცი. გავიგე ის, რომ თამაშიდან ბონეკა და პატაპი მიწაშალეს და შეცვალეს რაღაც სხვანაირი მოდელით, არ ვიცი რატომ. და მეტი არც არაფერი არ ვიცი ხალხო, სულ ეს არის. ასევე ცოტა ბაღიც მაქვს მოსახუდი, რადგანაც დაულაგებლად მილაგია რა ეს სიკრეტები და რაღაცები, სუსტები მილაგია და ძლიერები შენახული მაქვს, არ ვიცი რატომ. ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგეთ ეხლა და ყველამ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოიწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რომ აღარ გამოჩნდეს გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც აღწერაში იქნება. ნუ მადლობელი ვიქნები, ვინ შემოვა ჩემ Discord-ზე და წინასწარ ყველას გიხდით მადლობას, ვინ შემოხვალთ. და ბოლოს მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ Roblox-ების გათამაშება, რომელზედაც უკვე 1-5 ვიდეოს საუბრობდი, დამთავრდა უკვე და აი ეს ორი არის ბოლო 500 Roblox-ის გათამაშების გამარჯვებულები. ნუ ვილოცავ ბოლო ორ გამარჯვებულს, რომლებმაც მოიგეს ჩემი გათამაშება. ასევე მეგობრებო, თქვენ გული არ დაიწყოთ, რადგანაც მომავალში გათამაშდება Roblox-ები. და ახლა მეგობრებო, როდესაც admin abuse დაიწყება, დაგიბრუნდებით მაშინ. დაგიბრუნდით მეგობრებო, admin abuse არ დაიწყო, მაგრამ გამომწერები შემოვიდნენ და ვიღაცამ ჩუქნის gifts. ნახე რას ჩუქნის, 400,000 იხდის საწამში. ნუ დიდი მადლობა აი ამას, ვინც ეს გიფტი მაჩუქა გიპლატუკას. ასევე მეგობრებო, მყავს ესეთი ბრენოტები, რომლებიც წამში იხდის 100,000 და მე არ მჭირდება და ვისთვისაც არის ეგ ბრენოტი საჭირო, გავათამაშებ მაგათვის. ნუ გათამაშების წესები იქნება ასეთი, რომ მე მაქვს ჩემი საკუთარი Roblox თამაში და როდესაც მე შევალ და პირველი ვინც დამიჯოინდება, შევალ ამ თამაში Plants vs Brainrot-ში დაბრუნდები და გადავცემ random Brainrot-ს, რომელიც წესით 100,000 უნდა აკეთებდეს წამში. ვისაც თამაში მოგინდებათ, იქნება აღწერაში ლინკი და ვინც არის ცით აღწერაში როგორ უნდა გადახვიდეთ, გეტყვით. ვიდეოს რომ სახელი აქვს, მაგალითად ამ ვიდეოში Roblox-ი შარშია ისევ, მაგას აჭერთ და აი აქ დაგხვდებათ ყველაფრის ლინკი. მათ შორის ჩემი Roblox თამაშის ლინკიც. ნუ წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, იმედია მოიგებთ კარგ Brainrot-ს ჩემი თამაშიდან და ყველა იქნებით დაკმაყოფილებული აი ამ საჩუქრების გადაცემით. და ოპა მეგობრებო, ნახეთ უკვე დაიწყო admin abuse და ჩატში იმან admin-მა io დაწერა. ნუ ისე მეგობრებო, ვინც არიცით admin-ი ვინც არის? admin-ი არის ამ თამაშის ნამდვილი მფლობელი რა. ხოლო ჯანდელმა admin-ისგან იყიდა სადღაც 50% ამ თამაშის და ფაქტი ის არის, რომ ჯანდელი ამ თამაშის მთლიანი ონერი არის. დაიწყა ხო 2 წამით. აი ამაზე იძახდნენ ბრბ პატაპი მიჩანაცლაო. ეს რა არის ხახო, რაც გავს? ერა forest erau თუ რა ჯანდაბა ეს ხახო? თუ რა მახინჯობა ეს რა არის? ძვი ბრბ პატაპი მის მახინჯი იყვარ, ეს ვაფშე რა გახალდის, რა არის ეს? ოპა მეგობრებო, საახალწლო 6-7 დაიდროპა. ამას შეხედეთ, Festival 6-7 არა მგონია ახლა ჩემმა პლენტმა აი ამას გაუძლოს, მაგრამ მაინც შევეცდებით რომ შევებძოლოთ და გავყინოთ როგორმე, ნახეთ. Frost follower-ი მაქვს მეგობრებო, ანუ როდესაც ამიარახს ვესვრით, ეგრევე იყინება და ძალიან ბევრჯერ შეგიძლიათ გაყინოთ. მოიცა? მოკვდი დღეს. სია მოკდა მეგობრებო, წესით Frost follower-ი აღარ გვინდა და გადავხედოთ, აბა როგორ გამოიყურება ჩვენი Festival 6-7 და რამდენს იხდის ვაფშე ეგეს უნდა შევამოწმოთ მერე. გადაობ ძმა, 18,000 მარტო რატო იხდის? ამას თუ ჩვეულებრივი 6-7 არ ჯობდეს და აი ამის გამოვიწვალეთ? ჯობია მერე გავყიდოთ.
ოპა მეგობრებო, ჯანდელმა უკვე დაამატა სტოკში King Lemonade CD, რომელსაც აი ახლა ვიყიდით. ასევე მეგობრებო, რაც უნდა მეთქვა, Steven-ს ვაპირებ გადავიღო Admin-ის ვიდეო, თვითონ რეაქცია, როგორი Admin-ი იყო და რაღაცეები, მაგრამ მაგას შეაგვიანდება რა დასადებად. რადგანაც ჯერ Plants vs Beniotti იყო Admin-ი და მომიწეს რომ ჯერ აი ეს ვიდეო დავაედითო. მაგრამ მეგობრებო, რასაც ვიგზავ, Steven-ის ედიტს დავიწყებ თვითონ და გადაღებას თვითონ ვიდეოს ბოლოს შევადარებ რომელმა უფრო მაგარი Admin-ი ჩაატარა, ჯანდელმა თუ სემიმ. ახლა ვფიქრობ რომ ჯერჯერობით შეიძლება ჯანდელმა ჩაატაროს უკეთესი Admin-ი, რადგანაც კი, წინ Admin-ში გიჟობები იყო, რაღაც 6-7 დავაგდე, 10 მილიონიანი ჩიკლეტერა დავკრაფტე რა, ლოს ჩიკლეტერა გამოვუშვი რიტუალით რა. მაგრამ მაინც მეგობრებო, არ ამგონია რომ დღეს ღამის 11-ზე ტარდება თუ 12-ზე, არ ვიცი, მაგრამ რო შევიდე და Admin-ში ჩატარდეს, ზუსტად იგივე სიტუაცია იყოს, რაც წინ Admin-ში დამემართა. და თუ მოხდა, გაუგიზდები ძმა, საშია ვარ ყვირილით. რადგან მეგობრებო, მოგეხსენებათ რომ სემი ძირითადად ვაფშე არაფერს არ გვაძლევს წესიერს, წერს იმას რომ ვაიმე, ბიჭო, ვიღაცამ თქვა რომ ლავაკა დაასპაუნიო, როდესაც არავის არ უთქვამს. მაგრამ მაინც შევალთ მეგობრებო და ვნახავთ დღეს რას იზამს ჩვენი სემი. მეგობრებო, ჩემი გამომწერები, ასე ვთქვათ, გვათეთ გამომწერები ისევ ჩუქნია საჩუქარს. ნახეთ. W მაჩუქავი. არა, W მაჩუქა წეღა ვიღაცამ. მადლობა იმას, ვინც ეგ მაჩუქა, ასევე ეს პიც არავის უჩექი. ეს დაამატეს თამაში გასული რო ვიყავი ეს მიმი? და მაჩუქეს და იმას აკეთებს 600,000 აკეთებს წამში. დიდი მადლობა ძმა, ნახე რა მაჩუქეს. თამაში იმდენი ხანი ვიყავი გასული რომ ამოეწვათ რემონტების იდეა და უკვე მიმების გაკეთება დაიწყეს. არა, რას აღარ აკეთებენ ძმა ის დეველოპერები თავის თამაში. ნახე რა მაგარი ბრენოტია. ასევე მეგობრებო, გავაანალიზე ერთი რამ. Roblox-ში იმის შემდეგ, რაც Steven-ი გამოუშვა სემიმ, ყველამ მაგის იდეების აღება დაიწყო და ბოლოს მაინც ყველა გზა ბრენოტებისკენ მიდის. ხალხო, კი მყავს ცოტა გამომწერი სხვა იუთუბერთან შედარებით 1000 გამომწერი მყავს და 2000 მინდა, მაგრამ მაინც ყველა ჩემი გამომწერები არიან W-ები. ამას შეხედეთ, ამაგარი გიფტებს უქნიან. აი, გენაცვალეთ სულ ყველას რა. მადლობა ყველას აი ამ გიფტებისთვის. და ვფიქრობ დადგა დრო, რომელსაც რამდენიმე მაყურებლები ელოდებოდით. დადგა დრო, რომ წავიკითხოთ წინა ვიდეოების კომენტარი, რომლებიც თქვენ დატოვეთ. წინა ვიდეოში ძალიან ბევრი კომენტარი დატოვეთ. ოღონდ სერიოზულად ვიზახით, ძალიან ბევრი, აი ზედმეტად ბევრი დატოვეთ. ისუსაც მადლობას გიხდით, მაგრამ მოდი ვიზამ ასე. ვიღაცამ 300,000-იანი 6-7 მაჩუქა. გიო ოფირა. მადლობა გიო, გაიხარე. მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენი კითხვებით და პასუხებით. რასაც გულისხმობ არის ის, რომ დღეს ამ ვიდეოში წავიკითხავთ ნახევარ კომენტარს, რომელიც დატოვეთ, ხოლო შემდეგ ვიდეოში Steven-ის ვიდეოში გავაგრძელებ და სხვა კომენტარებს წავიკითხავ დანარჩენს. დაიცა რა კომენტარები W და სპაუნდა, ამას შეხედეთ. იმედია არ გავმაზავ ახლა ამას, ბომბები მომზადოთ და გავყინოთ როგორმე. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის ეს W-ები რო გამოდის. არა, რა ძალიან ცოტას აკლებენ ესენი და ამას ძალიან ბევრი აქვს სიცოცხლე. ისევ ჩუქნიან ესენი უკვე რაჯგრები არიან. დიდი მადლობა გიო ისევ და ისევ. აი ამ საჩუქრისთვის. მაგრამ არ ამგონია ეს გავაჩერო, მაგრამ უნდა ვცადოთ მაინც როგორმე, რომ აი გაჩედეს როგორმე. Admin-ის მერე ფიქრობ ვიცი რასაც ვიზამ. ქეროთებს წავშვი და უკეთეს ფლენთერს დავდგამ, რომ ცოტა მეტი დააკლონ ხოლმე, როცა გამოივლიან ეს დეგადირებული ბრენოტები. ძმა, გადავთ, რამდენიმე ჩუქნით, ჯიგრები ხართ ხალხო, მადლობა ყველას დიდი. აი, ცოტაც გაიყინოს. რა ცოტას, ნახე რამდენი დარჩა სიცოცხლე. კაი რა, ეხლა უნდა ვესროლო. თავიდანვე ვიცოდი რომ აი ამას ვერ ავიღებდი სამწუხაროდ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ რა, ძალიან ბევრი ბომბები უნდა ვესვათ, ჭირდება მართლა კაი ბრენოტები, რადგანაც ერთი თუ რა ეს თამაში არ მითამაშია და ძალიან ბანძი ბრენოტები მყავს სხვებთან შედარებით. და ესე გამომწერი გვიწეს ყველაზე კაი ხარო. გაიხარე.
აუ ეს უნდა მოკლა როგორმე. ნახეთ ბიჭო, რამდენს ვესვი და მაინც რამდენი არის ცოცხლე უყურეთ. მიდის დააკელით რამე უქენით რამე ნახეთ შეხედეთ. შეუჩერებელია ტიპი რამდენს ვესვი და მაინც ცდილობს იაროს და ბევრი აქვს ცოცხლე. მიდი მომიკალით რა. მე მგონი უკვე ცოტა დარჩა? ერთი ვესვს და სიო ხო? წესით სიო? სიო? არა, ერთიც. ცოტაც. ჩამოიაროს ცოტა კიდევ. ჩამოიაროს რა დააკლდეს. მიდი, ნახე რა ცოტა დარჩა. აი ეგრე. ვიღებთ. გამაზე. პრიორიტეტი გამაზე ხალხო. აი მეგობრებო, გული დამწყლა რომ გამაზე ეს მინუტი არგანაც. შეიძლება გამეთამაშებინა ეს მინუტი, მაგრამ ეხლა მოდი დავიწყოთ კომენტარების წაკითხვა და ბოსი გაჩნდა, მაგრამ არ გვადადებს რადგანაც უეჭველი ბანძობების მომდება ამ ბოსებიდან. ჩემი აზრით 200 კაზეც ახვალო. ნეტა ისე მართლა 200 კაზე ავალ. მომავალში ასე ძალიან დიდი ხანი უგავაგზავნე ვიდეოების კეთება. წესს ნავიდე ხო, მაგრამ ასე ვფიქრობ, აი მინიმუმ 200 კაზე რო ავალ, უკვე 25 წელს ვიქნები რა. 2000 კი არა, 100000 წარმოგიდგენა, 100000-ო და საუბარი აქვს გამოწერებზე, რადგანაც ჩემი მიზანი იყო იმ ვიდეოში 2000-ზე ავსულიყავი და ეგრეც თქვი. ნუ კაია რომ წარმოიდგინო ასე 100000 გამოწერი და რაღაცები რო ყავდეს. წამოსახვისთვის მინი კანელონი გაჩნდა და ვერ ავიღებ ხო ვიცი. აი ამას ვერ ავიღებ ხო ვიცი. W ვერ ავიღე და ამას ავიღებ. ნახე რა ამბავი აქვს ტივის სიცოცხლე არა და მაგრამ მინდა რომ კანელონი ყავდეს მინი. ინდექსისთვის მაინც. ნუ მაინც მეგობრებო ვერ ავიღებ, მაგრამ შევეცდები და ასევე მოდი თან დაუბრუნდეთ იმ კომენტარს, რომელმაც ჩემმა გამოწერმა დატოვა. მოკლედ მინდა გიპასუხო ასეთი რამე, რომ 100000 გამოწერი კი არის კარგი, მაგრამ ჯერ ჩემთვის არის ეს ყველაფერი შეუძლებელი. ამიტომაც ჯერ ვისახავ პატარა მიზნებს, როგორც არის 2000 გამოწერი. შემდეგი მიზანი თუ ავედი 2000 გამოწერზე უკვე იქნება 5000 და ასე ნენელა ავწევ. პირდაპირ 100000-ზე დაისახავ უკვე ძალიან შეუძლებელი იქნება მაგის გაკეთება და აღსულება როგორ თქვა, არ ვიცი. მოკლედ მიხვდი რა იმედია. ხო მიზნის დასახვა მეგობრებო. მაგრამ მეგობრებო, თუ გინდათ რომ მართლა 100000-ზე ავიდეთ და უკვე მაგარი გათამაშებებს შემოგთავაზებთ, თუ მართლა ავედი 100000-ზე, ჯერ ავიდეთ 2000-ზე რა. გამოიწერეთ არხი და ნელ-ნელა ავწიოთ ასე. მადლობელი ვიქნები, ვინც გამოიწერს ჩემს სახს და რა ვიცი, მოდი გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე. ამან დაწერა რომ მინდაო რომ მილიონ გამოწერზე ახვიდე ძალიან მაგარი იუთუბერი ხარო. ჯერ 100000-ო, მერე 200000-ო და ახლა მილიონიო. ხალხო, მოდი ჯერ დავიწყოთ პატარა მიზნებით. 2000, 10000 და მე ნელა ავწიოთ მეთქი. ეგ თქვი წეღანას. მაგრამ მაინც მეგობრებო, მადლობა ამნაირი კომენტარებისთვის. მართლა ძალიან ჯიგრები ხართ და მისწორდება რომ უკვე მაგაზე ფიქრობთ. მაგრამ მოდი ჯერ პატარებით დავიწყოთ. მე მივიდა ეშვიდე ძმაო. მოკლედ, მე კარგად ვარ მეგობრებო, მაგრამ ვიდეოებში ხანდახან იმიტომ ყვირი ხოლმე, რომ თქვენ გაერთოთ და მართლა ისიამოვნოთ ამ ვიდეოთი. თორემ მე პრობლემა არ მაქვს, მე თუ ყვირი ვარ და რაღაცა. მართლა ნერვოზი და რაღაცა ამ ვიდეოს ვაკეთებ ხოლმე. ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ რომ ხანდახან თუ ვიდეოებში წამოვიყურებ ხოლმე რაღაცას, ხან სერიოზულად ყვირი ვარ, ხან არა. რადგანაც ყვირი ვარ ვიდეოსთვის, რომ ვიდეო იყოს უფრო გასართობი რომ უყუროთ. მოკლედ ახლა ეს თული მისახვედრი არ არის და იმედია მიხვდით უკვე. ესეთი რატო ხარ რო არ გიგდებს კარგს და იმენა სემი მოკლაო. საუბარი აქვს აი ამ კადრზე რა. სემი, თუ მიგდე რომ კარგი ბიჭო, სახში მოგაგითხავ დახეული ჯინსებით და ნაკუწებად გაქცევ და მიგდე რამე სტროუბერი გამიჩნია, არ მაინტერესებს. შელოცვები, ახლა მოხდა. მოდი რას ვიზამ, იცი მეგობრებო? ჯობია ამ კითხვას თავს ავარიდებ თუ რატო დავწყევლე სემი. ძალიან კაი კონტენტი გაქვს და მიაწექი ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა. აი, მართლა მაგას ვაპირებ. ვაწვევი ბოლომდე და როცა შემეძლება მაშინ დავპოსტავ ხოლმე ჩემი ჰეითერების ჯინაზე. აი, რო ადგებიან, გაიღვიძებენ, ტელეფონს აიღებენ. ბიჭო, კიდევ ამანდაპოსტავე. აი მაგაზინაზე დავპოსტავ ხოლმე და ასევე თქვენ ჯინაზე რომ ისიამოვნოთ რა ვიდეოები ფანების ჯინაზე. ნუ კარგი გაგებით და ეს რა არის? ეს რა არის ძმა? გახსოვთ ძველი ავატარი რომ იყინა და ეს
აი აქსესუარი მქონდა ამის და თავზე მეყენა ეს დასპაუნდა ვავი ეს მინდა მაგრად აუ გაუმწერებო დამეხმარეთ please ძალიან მინდა ეს please speed I need this my mom is kinda homeless I live with my dad I wanna help her out კაი ხორობის გარეშე ხარ დამეხმარეთ რა ნახეთ ვერავიღე ხო გადაობთ არა შანსი არა ამას ვერავიღებ რაცა უნდა გავყინო ახლა ნუ როგორმე მაინც მომიწეს რომ დავითრიო ეს ადგანაც ყველაზე აიკონიკ კუდი მქონდა რა ჩემი YouTube-ზე და ავატაზე თვითონ მაგრამ ახლა ავატარი შევცვალე და ეგ აღარ მიყენია მაგრამ რომ მქონეც იმენტოში მაინც კაი იქნება რა დავასეივოთ როგორმე ეს რაღა კოკოლინი კრაბელო კაი მეგობრებო მოდი გავაგზავნოთ კომენტარების კითხვა წარმატებებს გისურვებ მალე 2000 მოგელოცოს და list სახული ჩაგიარა გვერდზეო პირველ რიგში მადლობა რომ 2000 გაუნწერს მისურვებ მაგრამ list სახულმა ჩამიარა და მისურვებჩნია list სახული დედა მაგარი იუთუბერი ხარ დიდი მადლობა დიდი მადლობა აი ამ კომენტარის დაწერისთვის გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე წარმატებებს გისურვებ მალე 2000 მოგველოცოს აბა რა ჩემი ძმა ხარ ბრატ სიო ტაში შეწყვიტეთ მადლობა ნარი კომენტარისთვის კიდევ ერთხელ და გავაგრძელოთ და გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე Soul მოგეცი ეგ ჩიკლეტერა წინ 7000 გისურვებ. ვაიმე, მადლობა დიდი, აი მართლა მაგარი მისწორდება და მიხარი როდესაც აი ამარი კომენტარს მიტოვებთ და მართლა მაგრამ ახარებს და ყველას მადლობას გიხდით ვინც ამარი კომენტარს მიწერს. მადლობა ასევე შენ ჩიკლეტერისთვისაც და აი ამ კომენტარისთვისაც და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ კომენტარზე. Soul online ის ხადა რა ქვია? დაიცა ინული W გამოდის და მოდი თან უპასუხებ მაგ შენ კითხვას. მოკლედ ვარ 15 წლის ამ დროისთვის და მქვია თემო. და ახლა მოხარული ვიქნები თუ აი ამ გაყინულ W-ს ჩემ ბაზაში გადავიტან და სამომავლოდ შეიძლება გათამაშდეს კიდეც თუ ამას დავიჭერ. აი ამას არ გავუშვებ ახლა შანსი არა. წინა ხო გავუშვი შემთხვევით და გამექცა. აი ეს არ გამექცევა ხა ამას უყურეთ. სიო ძალიან ცოტა სიცოცხლე და მე ამჯერად ვაფშე აღარ გაგიშვებ და როცა მოკვდები უკვე ჩემ ბაზაში გადახვალ და სამომავლოდ ჩემი გამოწერებისთვის გათამაშდები. ამას ეხედეთ ახლა მეგობრებო. უყურეთ მეგობრებო, აი ახლა გავიოთ ასე და ვაუ, ნახეთ რამდენ საკეთებს. ყავს სიო ბაზაში. ნუ მაინც მეგობრებო, მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ კომენტარზე. მაგარი ადამიანი ხარ. მადლობა დიდი მეგობრებო. თქვენც ასეთი მაგარი ადამიანები ხართ, ვინც ცდილობთ რომ არ დამაჰეითოთ და პოზიტიურ კომენტარებს მიიტოვებთ ჰეითის მაგივად. ყველა ხართ მაგარი ადამიანები, მოკლედ ვინც პოზიტიურ კომენტარებს წერთ რა. მადლობა ამ ნაირი კომენტარებისთვის ისევ და ისევ ყველას, ვინც ამავე კომენტარებს წერს. და მოდი ახლა წავიკითხოთ ამ ვიდეოსთვის უკვე ბოლო კომენტარი და გავაცეთ პასუხი. W ვიდეო ძალიან მაგარი ვიდეოები გიდევს და თუ ასე გაგრძელებ 2000-ზეც მალე ახვალ. დიდი მადლობა ისევ და ისევ. აი დღეს ამდენი მადლობა თქვი არ ვიცი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ამ ნაირი კომენტარისთვის და მალე მოგველოცოს 2000 გამომწერი რა. მეგობრებო და გვისპაუნდა ბრეინოტი, რომელსაც ვერ ავიღებთ რადგანაც უკვე ამდენი HP აქვს, მაგრამ ცდისთვის მაინც ღირს რა, ახლა გავყინავ და იმედია ავიღებთ. არ მგონია ავიღოთ, მაგრამ 1% მაინც ჯერა რა. და მადლობა დათა ამ გიფტისთვის. ახლა კი მოდი დაველოდოთ გეხვერწები, მაგრამ მინდა თან სნოუ მუტაცია ადევს და თან ფესტივალი ადევს და წინა რო გამოვიდა უმუტაციო 14000 იხდიდა, მაგრამ ეს რაღაც მუტაცია ადევს და წესით უფრო მეტი უნდა გადაიხადოს და თან ზომაში წინასთან შედარებით უფრო დიდი არის და ოპა ავიღეთ მეგობრებო სიო და რაღაც სოცხის მოდის რა მოკლედ ასოს მოული და დაგიბრუნდებით და გეტყვით თუ ამდენ სიხდის ჩემი 6-7 140,000 ხდის მაგრამ მეგობრებო გადავწყვიტე რომ
გაგითამაშოთ თან ორი ცალი მყავს უკვე ერთი მაჩუქეს რისაც კიდევ ერთხელ მუხდით ჩემ გამოწერებს მადლობას და ორ ცალ 180,000-იან ბრეინროს გაგითამაშეთ რა და იმედია ყველა კმაყოფილები დარჩებით აი ამ გათამაშებით რომელსაც მე მოვაწყობ გიფტების წვენა მეგობრებო სიმართლე გითხრათ გიფტები უფრო მეტი მივიღე ვიდრე ადმინაბიუსთან რაღაც ბრეინოტები ისთვისაც მადლობა გამომწერებო ჯანდელს აჯობეთ 1000 თავით ასევე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ძალიან მალე ვაპირებ რებირს და თხოვნა მაქვს მეგობრებო რომ უბრალოდ ვისაც გექნებათ ლემონზო რაღაცა ლიმონის კატარო არის ან ტრალედონისავით როა რაღაც მეგალადონი ხო აი ეგოიც ვის გამიჩითავს ვიდეოში გამოგაჩენს ყველას ახლა რებიზე მეტად ამ თამაშში ჯერჯერობით მეტი არაფერი არ მჭირდება რადგანაც ძალიან ჩამორჩი ძმა ოპა მეგობრებო ვიყიდეთ სიდები ძალიან ბევრი სიკრეტების ის ჩამატარა სიდები წერან ჯანდელმა რისთვისაც მადლობა ჯანდელ ჯიგარი ხარ ადმინაბიუსის მე დავრგავ ამ ყველაფერს და რა ვიცი მოვაწყობ ამბახს W-და სპაუნდა მოდი აქ W დაიჭირეთ მოკალით W მომეცით W ვალა შეგვიზარდა მოკალით W ელიც გამოვიდა ჯერ W მოკლათ მერე ელი მოკალით და გარეთ რა ქარია ნეტა იცოდეთ ელიც ხარ მოგვეკლა მეგობრებო რას ფიქრობთ მოკლათ რა თქმა უნდა მოკლავთ გავყინავთ და ახლა მოკვდება ისიც და W შეუერთდება დაგემოვნით მეგობრებო ფიქრობ უკვე ადმინაბიუსი მორჩა და ჯანდელმა უკვე ახალი სცენარის პლენტების დაგვირიგა რომელიც დავითრიე და ნახეთ რა მაგრა გამოიყურება მაგრამ ძალიან ცოტა საკლებს სხვა პლენტებთან შედარებით ნუ მისტერ ქეროს კიჯობია ცოტათი მაგრამ მაინც ცოტა საკლებს სხვებთან შედარებით ნუ მაინც მეგობრებო დღეისათვის ეს იყო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტივეთ ეს ღილაკი რომ აღარ გამოგჩეთ მსგავსი აბიუსების ვიდეოები თქვენთან იყო რაზორებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბაი